მონოლოგია დღეს ცოტა განსხვავებული, რადგან მოეწყო სხვანაირად უკვე ეს ტვინი. ბევრი ვიფიქრეთ, გვკარნახობდა თანაც ეს გული და რითმებისთვის ავირჩიეთ ერთად შექსპირს. და სანამ სონეტს დავიწყებდეთ მისი რითმებით, აგერ შოშიტა დაუკრავს და მისი ბიჭები. ყველაფერი დაღლილს სანახავად ეს შოუ დაგვრჩა. რადგან დიდი აქვს გაცინების ხალხის თვისება, რადგან თავიდან ჩვენ მოვირგეთ გართობის ფარჩა, რადგან არასდროს დაუკარგავ შოუს, რადგან არჩევნებს ჩავატარებთ ჩვენ ამ კვირაში, უპრობლემოდ და უექსცესოდ თანაც ადვილად. და რომც ივარგონ ავეჯების გადაზიდვაში, მაინც ღირსეულს დააფასებს ხალხი ნამდვილად. ყველანი ერთად ვირაზმებით, მივდივართ, ვხაზავთ. ამ დღეს არ გვარგებს არჩევანში შენ თუ შეცდები. ზოგი ზეიმობს, ზოგს კი კულევის შედეგი ზარავთ. ამას ვერ შეცვლი დატყუილად, ნუ შეეცდები. ასე მარტივი, არასოდეს ყოფილა ნება, გასაგებია არჩევანი დაითვლი თითზე. დანარჩენები მერობისთვის არ მესახება, სხვა საქმე ნახონ, ჩვენ სონეტის ვიფიქრებთ რითმზე. ყველაფერი დაღლილს სანატრელად მერობა დარჩა. რადგან ამ საქმის არ არიან საერთოდ აზრზე, რადგან ნაქები კანდიდატი მათი ვერ ქაჩავს, რადგან მუსტანგი უფუჭდება ნახევარ გზაზე. არჩევნებს მოვრჩი. განვიხილოთ ახლა სხვა თემა. და იმედი მაქვს, აქ სიჩუმე დაისადგურებს, მოძრაობისთვის დაგვჭირდება ახალი სქემა. ორ გაჩერებას ამატებენ მეტროს სადგურს. თბილისის მეტროს ემატება ორი სადგური და დაგრძელდება ვიდრე იყო იგი მანამდის, რასაც ვუყურებ. ჩვენი მეტრო მალე იქნება გადაჭიმული ნიკოფსიიდან და რუბანდამდე. ფალდა ხელშუა გაიზარდა, რამ ხელა გახდა. თბილისის მეტროს უმატებენ თურმე ორ სადგურს, კომფორტულია. თან ისეთი ლამაზი დარჩა, ტაქსის მძღოლები მოითხოვენ ალბათ ორ აგურს. რადგან ფაქტია, ემატება ორი სადგური, რადგან ამ ნიუს ველოდებით დიდი გაცდებით, ყოველ წელს თითო რომ ვამატოთ სადგური ალბათ ძალიან მალე, კასპს კი არა, გორსაც გავცდები. ყველაფრით შემკულს, ულამაზეს თბილისის ანძას, სრულყოფისათვის სანატრელად ერთი რამ დარჩა. მალე მერია აგვისრულებს დიდი ხნის ნატრას, რადგან ანძაზე გაგვიხსნიან რესტორანს ახალს. გასმეულნელი, პანორამული იქნებაო რესტორნის ხედი, თავს მოიყრისო ათასობით ჩინელი, შვედი, რადგან ცდუნება ამის შემდეგ იქნება დიდი და წარჩინებულ ვიზიტორთა დადგება რიგი. ფუნიკულიორს კიდევ ერთი როლი ექნება. მამა პაპური პურმარილის გემოს შეგრძნება. კლავინდებურა დაიგეკლავს შუქებს ნაირფერს, ფრანგულ ეიფელს ჩვენი ანძა მართლა გაიქცევს. გაეროს სამიტს უმასპინძლა ნიუ-იორკმა. და ამ სამიტზე მიიჩქაროდა თურმე მაკრონი, პოლიციამ კი გზადაკეტა არ გაატარა, გაგიჟებულა უგინებია თურმე პატრონი. მერე დარეკა დონალდ ტრამპთან, ეს რა ხდებაო? შეურაცხყოფად მიუღია რა სიმწარია. დონალდის ნაცვლად ვიღაც ქალმა გასცა პასუხი. მობილური ტელეფონი გამორთული ან განსულია მომსახურების ზოგი. რა გამოსია? ეს რა ხდება? რა ჟამი დადგა? თურმე დამდგარა მაკრონი და არ ატარებენ. მეორე მხარეს თურმე ტრამპის ამალა დახვდა, ჯარიმის ქვითარს ალბათ მალე ჩააბარებენ. ისედაც დაღლილს დაკეტილი გრძელი გზა დახვდა, ნერვები არ აქვს, იტანჯება კაცი საცობით, ტელეფონს სკროლავს, თან დრო გაჰყავს, სხვა რა გზა დარჩა. ამ დროს კი ტრამპმა ჩაუარა სადღაც ასეც. გზავრობით დაღლილს ემანუელს ვიღაც აჩერებს.
რადგან ვერ იცნეს პირადობა პარიზში დარჩა, რადგან სიზუსტე მისი უფრო მძაფრად აჩვენეს, ითხოვს შველას და სიახლოვეს არავინ არ რჩა. შორიდან შანს რომ საფრანგეთი ძლიერია და გვეჩვენება რომ მათი ანძა უფრო დიდია. როგორც აღმოჩნდა, მაკრონს ცოტა დააგვიანდა. ტრამპს კი რა უყოთ? ეიფელი მაგრად. რადგან არ ყოფნის ადამიანს ჩვენი პლანეტა, სხვაგან გაუშვეს საძებნელად ბევრი რაკეტა. აღმოაჩინეს დედამიწა ჩვენივე მსგავსი, მაგრამ იქ წასვლას რას ეყოფა ჩემი ხელი? აღმოაჩინეს დედამიწა, თანაც სუპერი. მე იდეა მაქვს გავაკეთოთ ასეთი გაცვლა. გამოგვიგზავნონ იმ დედამიწის რამე სიმღერა, ჩვენ სეირანი გაუგზავნოთ ჩაკრულოს დაცვა. იმ ხელა გზაზე როცა ჩავალ, თუ ვინმე დამხვდა, შემხედავს, მეტყვის, აქ რა გინდა, რა დაკარგა. როგორც ამბობენ, დასაჯერებლად ცოტა რთულია, მე მაინც მჯერა და არა მაქვს ეჭვები ფარს. თურმე არც ისე დიდი დროა დარჩენილიო. კოლონიები აშენდება სულ აქვე, მარსზე. ხოდა ნიკოლოს დავიჭიროთ ჩვენს დადარიგი, მიწა მოუხაზოთ მარსის სამხრეთით სადმე, ჩეროში, მერე კი დავცხოთ, ავაშენოთ დიდი კორპუსი, ვინა გავყიდოთ კვადრატული 1000 ეტაპი. კარგი აზრია, ჩემო პაატა, გაქებ გადიდებ. შევქმნათ ქალაქი უფრო დიდი ხაშურზე, გორზე. ტელევიზორი ჩამოვკიდოთ ყველა ბინაში, გადავიყვანოთ უცხო პლანეტა რუსთავი 2. ხოდა ვთქვათ დროა, რომ ვიფიქროთ მიწის ყიდვაზე, თავს ავარიდებთ გადაწვირთულ გაწევილ საცობს, მეტროც სავსეა და მანქანები დადის მის თავზე. მარსზე გადავალ და მოვხოდა ვიქ ქართულ საცობს. მინდა შევირგო ეს ცხოვრება როგორც არასდროს. მინდა წავიდე სადმე შორს და იქეთ ვიარო. მინდა სხვაგან რომ გადავიდე, აქეთ არ მაწყობს. მინდა მარსიდან სწორები რომ გავაზრდე. კაცობრიობამ აქამდე ბევრი იარა, გზად შეხვედრია მშვიდობა და ბატალიები, კოოპერატივს ჩვენ მთვარეზე გავხსნით კი არა, სულ მალე მარსეც გაშენდება კოლონიები. ნიუ-იორკში ერთი ქალი ცხოვრობდა თურმე. აჰა. სახე არ ვიცი და ვერ ვიტყვი, რამე თუ ღირდა. გადაეკიდა ერთი პილოტი, ვერ მოიშორა. თვითფრინავიდან 4 წელი პომიდორებს ყრია. გაუცნაური სიყვარული ცოდნია პილოტს. ყვავილის ნაცვლად პომიდორი მოდის ზეციდან. ვარდის მაგიერ ბრილიანტი რომ დამაყაროს. ერთი ეგეთი კარგი პილოტი მგონი მეწია. ცოლს და ქმარს შორის რამდენ რამეს გადაუვლია. რამდენი ღამე გავათენეთ ფიქრით და დარდით, მაგრამ ასეთი მიზეზები ვის გაუგია? და თუ კაცი ხარ, ეგ პომიდორი შეცვალე ვარ. რადგან სიყვარულს ემონება დღეს ყველა კაცი, რადგან ქალის გულს ვერ მოიგებ ასე ადვილად, სუსტი არსება კია, მაგრამ ხანდახან კაცრი. და ყველა კაცი ქალის გულის ტყვედ ჩავარდ. პოეზია იქით იყოს და შეგჩაბეს, ბიჭო, ამ ქალებმა შეგჩაბეს და დაახრეს, რა უნდათ, ბიჭო, ის მაინც ვისოდეთ და ის მაინც გამაგები ხო შეიძლება. კარგი რა ჩემო ნიკოლოზა, არა ეგრე. ქალს რატომ აბრალებ, ა? ჩვენ სიყვარული გვიშვება ამას. მერე ბიჭო, შენ ოჯახა შენებულო, ჩვენ თუ გვიყვარს, იმათ ხო უნდა უყვარდეთ ცოტა. რას გვაწვალებენ და გვაწამებენ და გვახვეწნირებენ. აი საქმეც მაგაშია. დაუკვირდი გმირობას, თავდადებას, ერთგულებას, ყვავილებს, სერენადებს და ყირაზე გადასვლას ქალი. მხოლოდ ქალი კი არ მოითხოვს შენგან. სიყვარული ქალისადმი, სიყვარული ქალისადმი, დააკვირდი. ქალი არის საერთოდ ნიკოლოს სამყაროს საწყისი და რასაც და როგორც უნდა, ისე გვაკეთებინებენ. ვაღიაროთ ახლა. გაჩერია თუ გასხარდავანებეთ თავი. შემეშგას ვერ გემიგე ვერაფერი რა. ურევ ახლა შენ რაღაცებს ურევ. მეურე? და შენ იძახი რომ ქალი არ არის ყველაფრის საწყისი. კი ბატონო.
მე როგორც მახსოვს, შენ ფორტეპიანოზე უკრავ კარგად. კარგათო. კი ბატონო. მოდი ახლა ერთი თხოვნა მექნება შენთან. გამიკეთე კარგი აკომპანიმენტი და მე შენ სიმღერით დაგემტკიცებ, რომ ქალი არის ყველაფრის საწყისი. ნახოთ აბა ერთი სიამოვნებით. თავს გრძნობ შენ სულ ნორჩ თან ვერ მოდუნდები წამი ხიდულობს საჩუქრებს სამღაროს საჩუქებ ამ ყველაფერს აკეთებ ვალი და სულ პრადა და გუჩი დაიბერა ტუჩი არ შეუსრულო ნატურა რთულია ეს გვინდა თუ არა ის არ გეტყვის კამარა და ასე ნელ-ნელა გადისტრო ვინ აბარუნებს სამყაროს მინდა კითხოთ ქალი გაციებულ გულს ღამით ვინ გაგითბობთ ქალი ვინ გავაკეთებს საღლივით როცა უნდა ქალი და ვისი სიტყვები მიგვაქვს ჩვენს გულთან ქალის და ჩხუბი თუ მოხდა დამიჯერი არ გაუძალიანე თორე მოგისურის მორჩა თან ვერ მოდუნდები წამი ხიდო სამყაროს ამ ყველაფერს აკეთებ ვალი და სულ პრადა და გუჩი და იბერა ტუჩი არ შეუსრულო ნატურა რთულია ეს გვინდა თუ არა ის არ გვეტყვის კამარა და ასე ნელ-ნელა გადისტრო აი მითხარი როგორი ვიყო და ისეთი ვიქნები არ დავლევ არ მოწევ სახში დროზე მივალ ჯუსტებ ჩავიცემ ხოლმე რომ შემოვა დიახ ჩემი სახელფასო მარადი შენ კონდეს შენი შინაური ცხოველი ვიქნები კატა მიაუ ძაღლი ვაუ ანთახვი ათუცა ეს გარეული ცხოველია ვიღა სოლავარ ჩათავს გზნობ შენ სულ ნორჩათან ვერ მოდუნდები წამი ხიდულობს საჩუქრებს სამყაროს საჩუქებ ამ ყველაფერს აკეთებ ვალი და სულ პრადა და გუჩი დაიბერა ტუჩი არ შეუსრულო ნატურა რთულია ეს გვინდა თუ არა ის არ გეტყვის კამარა და ასე ნელ-ნელა გადისტრო ჩემო ძირფასებო, ჩემო ნიკოლოს, ჩემო არად შეულებრივო ქსოვრელებო, გიო და რა თქმა უნდა ჩვენო ტელემაყურებლებო, შეგახსენებთ სანამ სტუმარს გამოვაცხადებთ და სტუმარი რომელიც ერთობს სასურველი გახლავთ ყველა ტელევიზიაში და ჩვენ ბედნიერები ვართ რომ დღეს ჩვენი სტუმარი. რა თქმა უნდა, ახლა კი მინდა წარმოგიდგინოთ ადამიანი მე ყოველთვის ასე ვაცხადებ და სხვა უფლებას ვერ მივცემ ჩემს თავს ტელევიზიაში რო არ ვიყო უფრო სხვანაირად გამოვაცხადებდი როგორც ურთიერთობა გვაქვს მეგობრული და ძმაკაცური მართლა რაღაცა წერა ყური მოუკარი რომ საუბრობდა იქ საგრიმიეროში რომ მაგათო მე ბავშვობიდან ბატონო მართლაც ასია და ძალიან ბევრი მოგონებები და როგორც იტყვიან სიყმაწვილე ერთად გვაქვს გატარებული ბატონო ყველასთვის საყვარელი ადამიანი პირველ რიგში კარგი კაცი კაი ქუთაისელი ნიჭიერი ადამიანი, მრავალმხრივ და ამას დეტალებზე თვითონ გვეტყვის. მოკლედ, მოზარდ მაყურებელთა თეატრის მსახიობი გია გოგიშვილი, გიანია! კი ბატონო. ესე იგი, შემოპატე საიდან მინდა დავიწყო ახლა არასრული რეგალიები ჩამოთვალა. შემოპატა, იმიტომ რომ გამოცხადებასაც თავისი ქრონომეტრაჟი აქვს, თორე? ხო, მოზარდ მაყურებელთა
თეატრის, კინოს, სერიალების, თოჯინების თეატრის სხვა რაფერს დაამატებდი. სოხუმის თეატრი. დავით აღმაშენებელი ვარ ერთ თეატრის განხრით. ესე იგი ჩვენ ადრე გქონდა საუბარი რომ თოჯინების თეატრები ბევრი გაიხსნა გაერთიან ალბათ 1-3 წლის წინ იყო ეს ამბავი და იმ ყველა თოჯინების თეატრის ხელმძღვანელია ხარ აბა რა ხარ სადადგმო ვარ კაცო შენ გარეშე იქარაფერი არ ხდება და რაღაცებს ხო ეგრე ვაფართობთ ეგრეა გია იცი რა აი ყოველ ჯერზე სულ ველოდებით და არა მარტო მე როგორც წამყვანი ჩვენ ტელემაყურებელი შენ ისტორიებს ახალს ერთი შეხედვით ჩემო კარგო რა ფუსფუსა კაცი რო ხარ ვიცით მაგრამ ამ თეატრებსა და თეატრებს შორის გადასვლებს შორის ხდება ეს ამბები ხოლოსაა ბიჭო ლეხანოვზია ყველა მოძრაობ რა თურქებზე ბევრი მე ვარ იქ იმიტომ ძალიან ხშირად დავდივარ ამიტომ და დაორებას ვიძლევი ახლოსა ახლა და ვასწრებ სენეკრეს დროს ყოფილიყავი თვითონ ისინი რო ამბობენ ხო ეს კაცი თან ვერ გებულობს მილიცია იქ იმიტომ ხან რეიკას მივათრევ ხან ვერც მიჭერენ ხან რკინა მაქვს გადებული რომ იქით თეატრირდება ხან თოჯინებს მივარბენიებ ხან სეიფს და ვერ დაადგინეს ვინავარ ერთხელ მომიწია ჩემ ჩანთაში ახლა რო ჩავიხედოთ პროფესიას თუ არ მიცნო ვერ დაადგენ იმიტომ არის საპოჟნი დანა ნასატკები შურუპაოდის გაიჩნი 13-იანი სცენარი პასტა და პიესა არა ეს პიესა ისია აზელილი მე იმის საკითხო არის პრობლემას რეპეტიციის უნდა გაშალო იმიტომ ტრუპნოიშია ჩატნეული და რაღაცა სამთავრობო შეხვედრაზე მივდივარ მე და ჩემი მეუღლე აბა მე რა მინდოდა ჩემმა მეუღლემ გამორჩი ყველაფერსო და არ მცალია მეთქი რაღაც ამბავი მაგრამ მივედ მიცნო ახლა დაცვა დგას ჩანთამაკ ეს ჩემი ლეგენდა ტრუპნოი გადაკიდებული და არაო არ არისო საჭირო უნდა დატოვო კაცო ამბავია საქართველოს ლეგენდები არიან იქ ახლა რამე არ ჩაარტყა თავში ხო მაინც გარე დათვალიერებითო შემოვიფარგლებითო რა ანუ გახსენი ჩავხედავ და შეიტანეო რა ყველას ატოვებიებენ ახლა მიცნეს და რო გავხსენი რო ჩაიხედა დატოვეთ რა პატარა ჩანთაგონა თქვენც დატოვეთო რა ეს იმდენი რამე ნახა შიგნით რომ კი ბატონო ძალიან ავიჭერე აი ამდენი თეატრები ჩამოთვალე ისეთი პირველი უკტავი კითხვა ხო ყველაფერი წესრიგშია თეატრებში კი ბიჭო რა მაგურებელია 90%-ში ხარ და ყველგან ნორმალურადაა საქმე კი მიდის და მე ახალზე ხო არ მუშაობ აი ახლა ჯერ არ მინდა გავამხილო რაღაც ადამიანისკენ გადავიხარე მე ხო ცხოველების მეფე ვარ ყველა ცხოველი ნა ბიჭო ვაჟაფშაველა ჩემთან მე ვიცი ყველა ცხოველი ქვეტექსტები ვიცი რაღაცა ორკაციანი დაიწყო საინტერესო რეჟისორმა და ჯერ არ მინდა ნოემბრიდან ვიწყებთ თუ არა ისე ახლა ცხოველებში იცი ახლა ღვთისიაშვილმა ამას ბოლო სპექტაკლი მქონდა მოდი ჩემთან კაბინეტში რაშია საქმე სამხატვრო ხელმძღვანელი გიბარებს გამიხარდა ახლა რაღაცაში დაჯექიო კაც თამაშობო მეთქი კაც თამაშობ ახლა ამდენი ძაღლის და კურდღელი და ციყვის და ელა რამე ყველაფერი უკვე მაგარი საინტერესო კერავს ახლა უკვე ვიცი რაღაცაში მხლართავს და იცი შენ სამხატვრო ხელმძღვანელები რაფერ კერავენ მსახიობებს და ვიცი შენახარო ძალიან საინტერესო პიროვნება კაცი ხარო ნაძირალა ხარო მუქთახორა ხარო და რაც მთავარია როგორი სათამაშოაო შენ წარმოიდგინე დრაკონთან ყავს შვილი რატო აგინდა ახლა ვიქნები იძაღლი და კატა არმი ზოოფილი არმი ამ სიბერეში დრაკონ თუ საიდუმლო რა პიესა არ მინდა რო გავამხილო ზოოფილი დრაკონი და მე ვთხარი ალბათ ახლა ვაიმედებ უარი რო არ უთხრა ხო ალბათ ქუთაისელი რო ვარ სათაფლის გამო მეთქი დინოზავრით ნაკვალი და ამ ხას გაყევი თქვა ხო იმისა ხას ხო უნდა გაყვეს ერთხელ იმ სათაგურსის დაწყება აღარ შემილია კიდო თაგვზე ვლაპარაკობ 25 წელი ვთამაშობდი თაგვს 25 წელი და ვერ შემცვალეს
მოსკოვიდან გადმომაფრინდნენ გადაღებიდან თაგვის სათამაშოდ და მთავარ როლსაც ავტომატად. თავარი როლის მაგაცი ვარ. ვეუბნებით ხილი მაინც მაჩუქეთ მაგის დედავადი 30 წელი გევიდა რაღაცა მიხელი აღარ ერთი 2 კილო თხილი ბიჭო მე უთხარი გუშინ მეზობლის კატა დევინახე და ინტერნეტის კაბელზე გევიქეცი შიშისგან ნუ ამ თაგვის ადამიანზე გაუბედურება აღარ ჭემილია ბიჭო ცურცლავ თქვენი და თქვენ თვალე ამ ხნის თაგვი გაუბედურება ამ ხნის თაგვი კაცო დაუბერდი არაო მაგარიო რა არის მაგარი და მომიყვანენ კატა შეიცვალა 15 ჯერ მე არ ვიცულები ყველა ფიცხელა შეიცვალა, ყველა შეიცვალა, ყველა მოქმედი პირი, რეჟისორი შეიცვალა, გამრათებელი, მე ვარ თეატრი აშენდა, გარემონტდა. წალი ჩამა, აი თაგვი ვარ და ბიჭო, თაგვი. მე იყვანენ მორიგი კატა. მაგრამ ბიჭო, ხა კატა მეიყვანეს რამხელა, იცი? დიდია, გოგოა, მანამდე პატარა იყო, მიაუ და დარბოვდა რა, იყო რა კატა რა, ხა მიდა მოედავე, ხა გამჭოლი მოქმედება 100 ლათი თამაშობდა. კატა რა. ბიჭო, დიდია, ძალიან და პლასტიკაც არა, კაი გოგოა, რო შეხედავ რა, მოგეწონება, მაგრამ ვერ ინძრევა, ასე დადის, ასე დადის. და ნუ კაი ჯანდაბას რას დევეძებ, ახლა მე კაკალი უნდა გევიტასო და გემიქცე და ახლა კატასთან არა შარზე ვარ, ახლა მოტეხვა მინდა. ბიჭო, მიაუ ხო უნდა დაიძახოს, რო გევიქცეთ და პირი გააღო, ასე და გავხედე თამაზაკ არაუს, მიკროფონი უკავია, მიაუ, იძახეს იქიდან. მე ვთქარ, ვერ გავიგე, ამან დაიძახოს, თუ არა, ეგ ტეხრეჟი იძახეს და იქით ვიხედებით, ახლა ავტომატურად რო დამიძახებ, აქ თუ არ გამევიხედებით, მან თუ დამიძახა და ავიბნებით, მე ვთქარი და არაო თამაზაკზე მოდი, მაგიო მიაუსო ვერ იძახეს. რას ამბობ, ჩემი ბოჭი და მიაუ, ამას რა უნდა, მე ვთქარ. რაფერა, კატა, პლასტიკა არა, არაფერი არა, კატის და მიაუ მაინც დაიძახოს, მე ნუ გადამრიე, მე ვთქარი, ახლა თქვენ არაო, აბა შენ მიდი მე ვთქარი შვილო დაიძახე მიაუ და დაიძახოს თამაზამ მე ვთქარი მაგრამ ვთქარ ერთი ზოთი მოდი თქვა რეჟისორია მაგა ჩემი ძმა არის იმენა ბავშვობიდან მე ბავშვი ვიყავი მაგას ასაკი არ ეტყობა რავი დორიან გრეისავითაა სულ ერთნაირია ალბათ მაგის პორტრეტი ბერდება რავი სულ კიდო შტანგეს ეკაჩება არ ვიცი ხრესილის ომის ამბებს მიყვება იმ ხნისაა მაგრამ ვთქარ მე ვთქარი ბიჭო პლასტიკა არა აქვს მიხრა მოხრა არა ატარაც არა მე ვთქარი მიაუსაც ვერ იძახის და რა პარამეტრი ჩიარჩიე მე ვთქარი და გაჩერ მე მგონი მაგის შენ მესამე სართულიდან გადმოვაგდე და ფეხებით დახტა თქო აბა ახლა რაღაც გამართლება უნდა ქონდა ეისროლა და დახტა ფეხებით აია მოდი კატა ახლა გადმოგაგო ხო რაღაცა დახტი ალბა აბა რატო უნდა იყო ახლა ისა ახლა მომცეს ისა საუკეთესო ეპიზოდი რატო თუ მე მეგონა როგორც მსახიობს არა ადამიანი ვითამაში და თეატრალურმა საზოგადოება მეგრევე საუკეთესო მომს რა კარგად თამაშობს ადამიანი კარგად არა ადამიანს თამაშობ ვის მივცემ ჩვენს გარდა როგორც იქნა ეღირსა ერთხმათ მიიღეს გადაწყვეტილება რომ საუკეთესო ეპიზოდური როლისთვის გიალია დააჯილდოვან ადამიანი ეღირსა მაგრამ სულ ფიქრობ ბიჭო აი რო დავბერდებით აი ზაზა პაპუაშვილი შენ ვიღაცა ჩემი თეატრის მსახიობები ზიან რა და ლაპარაკობენ აი ჟურნალისტი იღებს თქვენ რო როლი ითამ აი მაკბეტი ზაზას მაკბეტი გოგა პიპინაშვილს ეუნებიან ზურაყი და ზივარ მე თქვენ რო ჯიბლიბო მაგნათამა აი თუ ვინმეს მოიყვან სოფლიოში მსახიობს ვისაც ჯიბლიბოა გათამაშები რა ნაწამები ცხვირი ჯიბლი ცხვირი ხო არ გოგოლმა და ცხვირი ადამიანია იქ ჯიბლი თელი ამბავი და ყველაზე მაგარი ამბავი რასაც ხლა გია ამბობს არის რომ მაგრა თამაშობს ამ ჯიბლიბოსაც მართლა გეუბნები აი არ დამავიდე გავს ჩვენთან სოხუმის თეატრში მარტორქებს და ახლა მე მიხსნის რომ აბსურდი და რაღაცა და აი ხო ვიცი მაინც და მე მელაპარაკებ ბიჭო აბსურდია მეთქი
ჯიბლიბო მაქვს ნათამაშები მე უთხარი ერთი კვირა მე უთხარი არ ველაპარაკებოდი რეჟისორს გამჭოლ მოქმედებაზე ვერ შევუთანხმდი ჯიბლიბოსი მე უთხარი ისე ბაყაყის ზიამოცანაზე მაქვს მე უთხარი ნაპიკრი გია რა ისე კაია მასეთი რაღაც ამ ხრიდან რო შევხედოთ აღა აპაპაპა ჯიბლიბო მასე არ ვერ გეკამათება რა რეჟისორი მაგრამ რეჟისორი ვინც მაგას გადაწყვიტავს აქ საკამათო შენა ნაფიქრი აქ ისე ჩვენ მაყურებელს ალბათ რა ვიცი ძალიან იშვიათი ქუდის გარეშე არ ახსოვ ხარ და კარგი ისტორია გაქვს იქ ხო და ქუდი მაქვს აკო სულ როგორ სინჯებზე რო მივდივარ სინჯზე რომ გონია მე მიზახიან დავჯდები თუ არა და აი ეგ ქუდი გეხუროს მე ხუროს ახლა მეორე სინჯზე სხვაზე მივდივარ კაცო სხვა ეპოქაა სხვა ის ეს ქუდი გეხუროს მე ხუთე ფილმია და ქუდს მიტოვებენ და ერთხელ ბიჭო რეპეტიციები მაქვს და არ მცალი ახლა ამ კასტინგზე შეიძლება დაგამტკიცონ შეიძლება არა და აი მოდი და ამ დროს თუ მოხვალ რაღაცა და ვეუნები ბიჭო არ მცალია და ქუდი რო გამოვატანო ბიჭო ქუდს ამტკიცებთ მაინც თუ მოგეწონება ვის ქვეშ მე ვარ გადამღები ჯგუფი ასე ხო ას ეხლა გავიპარსე კიდე ხე ქუთაისში ყოფნა ამ ზაფხულს არა არა ვინ დაგაცდის ვინმა გავლით ვიყავ რაფერ მივდივარ იცი სადმე ქვას რო ისროდნენ ბავშვობაში წყალზე ხო ქუთაისში ვიყავ ასე წყლაშ გასრიალდა და ფსიო გავიარე არა ვერა ისე გიალია რატომ შეგარქვეთ ახლა ცოტა ქუთაისურთან ასოცირდება სარდაფს რო ვაშენებდით მიზახოდნენ გიაიას მაშინ და მაშინ ახალი ჩამოსული ვიყავი, მიტომ ვიძახოდი წეხან ახლა თბილისობა საშიში დღესასწაულია თბილისლებისთვის. სულ მაგას ვიძახი, შენ თბილისლების დღესასწაული კი არა, კაცო. რაიონიდან ჩამოსული ხალხის დღესასწაულია და თბილისლებმა მაგ დროს არ უნდა დალიო. ყურადღებით უნდა იყვნენ. თუ არა მე 99-ში რო ჩამევედი. თვრალები იყვნენ, მაგენ დავჭი და დღემდე აქ. არა, ვეღარ მოვიდა, ჩამოსული. ამიტომ ყურადღებით უნდა იყო. რას რაღაცას გადაუხვი ახლა მე რაღაც ხო გიალია სარდაფს ვაშენებდით ხო და რო ვაშენებდით ახლა ყველა თბილისელი იყო და მე ვიყავი ერთი ქუთაისელი ახლა დუტაკი იყო თელაველი მაგრამ უკვე შესისხორცებული იყო თბილისთან სკოლა აქ დაამთავრა რაღაცა და მაშაყირებდნენ რა და მე რომ მაშაყირებდნენ ხელში ვიკავებდი ტრაფარეთს დაწერილი მქონდა ასე ვაშენებთ აგური რაღაცა სარდაფს ვაშენებთ ქუთაისის 3000 წლისაა და დავდიოდი იმითი პროტესტის ნიშნად ხო ვაგებდი ამგენს თქვენ ბოუშებო ჩემთან რატოა ეხლა 3500 წლის მართლა ვერ დავადგინე იმიტომ 50 წლის მე გავხდი და კიდე 3500 წლისაა და არ მეემატა აი 50 წელიწად სულ რატოა ვერ გეტყვი ვალ თარიღს უმატებია ხო ალბათ ხო დავფიქრდი მაგაზე ხო და მე გიაიას მაშაყირებდნენ ასე მიძახოდნენ და მე ვიფიცებდი ჩემდას ლია ქვია ჩემდას გამიგე დალიას გეფიცები არა მასე ახლა მშენებლობაზე ვკამათობდით გამიგე და ჭოლამ დამარქვა მე გიალია ამჩა გიალია დაგჭა და დაგჭა ერთი ძველი ამბავი გამახსენდა მაგარი ჯერ ანეკდოტს მოვყვები ახლა მაგისთვის ვარ ახლა აგან ფილოსოფიაზე სალაპარაკოთ არ ვარ ახლა მე ბირჯაზე დგანან ქუთაისლები ბიჭო სერიოზული თემაა და ბიჭო ჭიჭიკიას ბაღანაო მართლა ამნაირი მაგარიაო ბიჭო სიგძეზე ხტომაშიო ნუ გადამრიეო ლუცრუბა მაგარია კი არაო ბიჭო გუშინო მე მაგის ვარჯიშზე ვიყავ როგა მეექანა ბაღანა დაკრა ფეხი და გადახტავ ტრეინერმა ო ტაქსით მეიყვანა სტადიონზე მე ვიყო გადახტა ბაღანა იაკო ტაქსი 5 ლარი დაუწერა ტაქსმა ბიჭო ერთი კაი ამბავია ადრე მონაყოლი მაქვს მაგრამ მაგრად მიყვარს თეატრს ეხება ნახა ეთავების ამბავი და ისინი ეს აღარ შემიძლია ადამიანებზეც მოყვობი თუ არა დავწერე შვილისნუკრის ნაამბობს სხვათა შორის თამაშობს შვილისნუკრის ნაამბობს იგას საშინელი მონადირებს თამაშობს ჩიტიც ვარ თოჯინურია და აი ჩიტი ვარ არწივი ვარ და თურმე არწივზე რო ვარ დიდი როლია გადაჭარბებაზე ღვთისმოშიშვილი მეც მიხდის და ამ არწივზე მიდის ნადირობა ორჯერ მომპარენ და ჭყიყვი უნდა შემომდენენ 30 ლარიანს 20 ლარიანში მიცვლით მე უხარი რას ამბობ აგავჭამე და ჭუბი მიდის სულ მიგვირს მოზარჩი რატო ჭუბობენ როლებზე
ხო. ნათლია მირონი ხარ და ბაყაყს ვინ ითამაშებს ამის დედა და აგინებს წაკითხული და ბაყაყის გამო ბიჭო ბავშვის ნათლიას რატო აგინებს მე რატო არ მაქვს ხო აი საოცარი სახიობობა მე რა მოვხსენ სახიობობა არის ახლა თქვენ იცით ეგ არის დაავადება აი ეგოცენტრი აი არ ვიცი მე რა აი საშინელება ხზე იგი გშურს ყველა მსახიობის მე ვიყავი უნიჭო ნოთი და რო ვთქვი არ მინდა მსახიობობა ტექნიკურ მხარეს ჩაუდგები თქვა ყველაზე ნიჭიერი ვარ ყველა მსახიობი ამბობს რომ რა თავსანებებს შენაირი ნიჭიერი კაცი არ არსებობს უცებ აღმოჩნდა თუ მე ნიჭიერი ვარ როგორ იმიტომ აღარ მინდა მარტივი სქემაა გამიგე შვილზე 6 წლისაა ჩემი შვილი 6 წლის იყო მაშინ ახლა 20 წლისაა გადაიღეს საქართველოს ისტორია გააგრძელეს საქართველოს ისტორია და ყველას ვიცნობ ბიჭებს ახლა ოპერატორებს და გიალიაო ჩაქხადაო ბიჭო შენ მაშვილმა ისეთი ღრმათვალები აქვს კრუპნიო რომ მოვიტანეთო მეო ძმაო მონიტორზე მიდევსო ისეთი კრუპნია 6 წლის შვილია ჩემი სისხლი და ხორცი სადაც მე მეფხანება იქ ეფხანება იმასაც გენეტიკა მოვდივარ გზაში და აბა რა შეიძლება მამამ რო იფიქროს რა გააკეთა ახლა ამნაირი ამ მერი აღმოაჩი შემშურდა და კიდე ავადმყოფობა უკიდურესობაა კიდე გარდაცვლილ მსახიობებს რო გიждდებიან და კაც მსახიობს მოწონს ხალი მსახიობი მაგარია ეგრევე გეუბნება ხალი მსახიობი არა კაცი არა დაუწუნებს რაღაცას ახლა მაგი უფრო მაგარი იქნებოდა შანსი არა ხო კონკურენტი რო არა იგი კონკურენტი ფეხბურთის კორესპონდენტი იმასავითა კომენტატორი ოღონდ თუ ჩარლის დეიდას თამაშობს არა იმას მესის რო ასწავლის პასი რა დროს უნდა მიეც და ყვარაცხელია რომ ზედმეტი მოძრაობა გააკეთა ეს არ უნდა 50 მილიონს უხდიერ მაგაში რაფერ გეიქცეს ყვას არაფერს არ აკეთებს და ეს ასწავლის აქიდან თბილისიდან ეს ბრეტელები კი ზის იმან რო თქვა ერთმა რეჟისორმა ქუთაისში დანიშნა სამხატვრო ხელმძღვანელად და ტოტალიზატორზე თამაში უყვარს რა ჩვენი ძმა არის და 2 დღეს დანიშნული ჯერ არ დაუძღე და ტოტალიზატორზე ბარსელონა თამაშობს და შევარნილია პაპკიანი იმიანა დადებული აქვს და მთელი ქუთაისი აი მიდის და ბიჭო მესიმ გადაიჩეხა ყველაფერს აკოლი ვერ გააქვს რა იმაზე აქვს დადებული ბარსელონა ერთი შტანგა მეორე შტანგა მოატყვილა ნახევარი გუნდი დაარტყა უღო დამპალმა მეკარემ და მთელი ქუთაისი აგინებს მესის ეს ითმენს მესი შენი უნიჭო დედა და მესი ვინ ჩემ ფეხბურთელებად აკაპრა და მესი შენი დედა და უსმეს ეგი და ძმაკაცი უძის გვერ საჩამებად ბიჭო ამგეს რა სპექტაკლი უნდა დაუდგა მე რომ მევეწონო და ჩემი მესის აგინებს მე რა უნდა დაუდგა ახლა რომ მოვაწონ sorry ხო საოცარია რა მაგარი ქალაქი იცი რა მითხარი აი ხა რას ურჩევ დამწყებ სახიობებს აი შენებური იჩევა რომ მისცე რა რა ვიცი იძახიან ჯერ შაღირობენ ჩემზე თოჯინებში სოხუმის თეატრში შაღირობენ ისწავლეთო მსახიობის პროფესიაო და მე გიალია გასწავლით ამ დურგლობას ვარკას რაღაცას გაგაუმჯობესებიებთო რა ვიცი პატიკო არც იმასაკში არა ვარ და არ ჩააბარო და ის რო უთხრა თუ უყვარს კაცს და ავადა უნდა იყოს მზად რა ვიცი ყველაფრისთვის მზად უნდა იყოს რა ვიცი სიცივისთვის სიცხისთვის მე მასწავლიდნენ ესე რომ ჩემი პედაგოგი მეუნებოდა მსახიობს არ უნდა კონდეს არც თერმომეტრიო არც წნევის გასაზომი სისულელია იმიტომ არ არსებობს ისეთი დრო შენ რო სიცხე გაქვს და მაინც არ მიხვიდე სპექტაკლის სათამაშო და პროსტო ცუთხასიაძე ხარო რა იცი რომ 39 გაქვს სიცხე და თამაშობ ან წნევა გაქვს 200 და თამაშობო რა ამიტომ თუ არ გაიზომაო არა გაქო რა და ითამაშე რაო ესე აზრი არა ეგეთი პროფესია და სულ მაგას ვიძახი ახლა ახალი თაობა რომ თამაშობს იმან ამ თაგვზე იყო დანიშნული ვიღაცა დუბლზე რაღაცა იქნება შემცვალოს თქვა და დედა ყავს სუდად ვერ მევიდა ტყდება ახლა რა ნელ-ნელა რა შვილი ყავს სუდად იმას ცხვირი გოუსკდა სისხლი წამოუვიდა და ჩება ახლა ეს ჩემი 40 წლის დაგვიგიდო და ბიჭო მე უთხარი მეც მყავს ეცორჩილი და დედას ნახულობ ისე იშვიათად სიმაღლეში გაზდილი მეჩვენება ხანდახან ნახულობ 10 წლის კალიბრი ბიჭო მე უთხარი
მე მატყულებდნენ მარტო ხორავა შვილი მოუკვდა და მაინც სპექტაკლს თამაშობდნენ მე დევიჯერე მატყვილი სულ ამას მე უნდა ასამბობ ხორავა შვილი ყავარი და სპექტაკლი ითამაშა ბავშვებს რატო არ ჯერათ მატყვილის მე ვუთხარი მე რომ ჯეროდა სიცხიანის მოვდივარ ისიც მოვდივარ 37 და კიდე ისა დიდი და პატარა როლი არა აი ებრაელმა სტანისლავსკმა მეიფიქრა მამა ხო სულ მაგას ვიძახი დიდი და პატარა როლი არ არსებობს თავის აქ ნათქვა მიცი არც ერთ პატარა როლი არა აქ ნათამაში არც ერთი ოტელო რა ვიცი მეფე ივანე რისხანე ივანესზე რა ყველაფერი თავარი რაცა მარტო მაგას აქ ნათამაში მთელი რუსეთის თავარ როლები ითამაშა და ბოლოს დაწერა დიდი და პატარა როლი არ არსებობს. აი, სულ მაინტერესებს. როის ითამაშა? აი, სულ მაინტერესებს, რატო არ ითამაშა ოტელოში გონდოლით რო კაცი მოდის, ასე მეგონდოლე. გეთამაშა და მიდი გეგეჩაჭყა ერთი მონოლოგი რო არ გაკ, ასე რო დგახარ ასე. არაფერს არ აქვს გონდოლა. კლიკინობს იგანე შექსპირის დაწერილს. გას თვითონ და მე ვდგავარ ამას. თუ რამე შევაფასე ზედმეტად, ქენი რეჟისორი გეუბნება, ჩუ, ეგი ლაპარაკობს. ანიგი დაწერე ორივე არსებობს. მეც ნუაკეთებ ამას. არა, მეც ნუაკეთებ. გადადი უკან. ჩანხარ. ის თამაშობს საწევიდე. საწევიდე უკან გადმოხტი გონდოლიდან ცალკე ხوار ვარ ვეუბნები. ეჭენ რა. ის თამაშობს თავადებს. წერს მერე. არა, გასო არ არსებობს. ანიგი მაინც დაწერე, ესეც არსებობს, ესეც არსებობს. გააჩნი ახლა მე კარგად ვითამაშებდი ამას. დაწერე, შეიძლება გეთამაშა მართლა ჩემზე კარგად, მაგრამ იმას რა დუიძალე? აი მაგალითად ახლა გინდა თუ არ გინდა სუფრასთან ურთიერთობა გიწევს და შენ როგორ შეგიძლია ახლა მე მსახიობებთან მესმის ახლა რაღაცა და მოიგონო რაღაცა რომ აი ეს ბუმბერა მსახიობთან ერთად მიკეიფია რაღაცა თოჯინების ამბავში როგორ ხდება ეგ თოჯინებთან ნელა სპილობს ივარ უკან ხო ხალხი მოყობა მაგას კაცო კაი ხალხი მოყობა მაგას ასე რომ იცის ისტორიას ხო კაი მე იმ დღეს ვიკეივე მე მელა და სპილოვიჯეკი ეს ხო ის მალეთ სუპერმაზი ერთი სუპერმაზი ერთი მიყვა თეატრალურზე ჩააბარა ჩვენმა ახლობელმა და მამამისი არის კვტარი გარაჟის გამგია მამამისი და მოუკვდა სირცხვილია იმით დაქცევა იმისთვის ახლა ეს ამხელა შეურაცხყოფა ოჯახისთვის გარაჟის უფროსია საწყობის გამგე კაცი და ბავშვი გახდა ფუტური რაცხა თეატრალური და მსახიობი მშიერი გაძუნგულებული ვიღები ეგეთი გაძვალტყავებული ამ ოჯახში არასდროს ხალი არ მოდის სტუმრად იმიტომ გარაჟი იკრიბება რა დაბადების დღეა ახლა მამამისის და შეკრებილია მთელი ატეკა ამბობს შაბარებული აქ და დადის ესე მინიმუმ არის რამაშხიკვაზე კაცო ასე დადის და შემევიდა სახში მამის დაბადების დღეა და სუფრაზე ზიან თამად არის სუპერმაზი დეტე ტრაქტორები როა ამგენით უძახოდა სახელებს ვერ იმახსოვრებდა გაზიკი აზი ეგენი ზიან გასპისიატი რაღაცა მიქსი რაღა ეგენი ტრაქტორი რა ეგენი ზიან და ერთ ქალიზის ბუღალტერი ციალა ბუღალტერია და ამ პონჩი არის და დაისვა ხა შეკითხვა სად იციან რომ ჩააბარა მაგრამ არ აბაზრებს მამა ჩააბარა კაცო არ ამბობს ხა იტყვილება რომ მაგარი გეპეიში ნუ იქ ვეღარ მეიტყვილა ახლა და თეატრალურზე ჩააბარაო და ამოხტა სუპერმაზი ბიჭო ეკი დადგა ზილ 31 ახალი მანქანები რა ბიჭო სტრიცით პერვი რაღაცა წამეიშალენ და ვერ მოგსვლია ბიჭო კაი ამბავი მე გეთქვაო ბიჭო ჩემთვის სუპერმაზი ეუნე ანა სტრიცით პერვისთვის გეთქვაო აგერო ზილისთვის ვიყვანდითო ვასწავლიდითო ძმაო და ხო იციო რამხელა და ხოდიო ეგ ბას მემეც ერთსალი ნამსხვარიო და წავალ სახშიო და წევით გამევიდა რამდენი ხო არის ეგეთ შეხედულება სუპერმაზი შეურაცხყოფად მიიღო კაცო თეატრალური რა გიქებ ახალ მსახიობებს ბატონო უნდა რა ვიცი სულ უნდა იკითხო სულ უნდა ისწავლო რა სულ უნდა ეძებონ თუ უნდათ კარგი მსახიობი გახდეს იქნება რამე გამოძებნო იქნება რამე გამოძებნო მე ბაზარზია ბევრი ბიჭო მსახიობი მე შტერიგი არ ვარ მართლა
რო შევხედი, ამდენიერი მსახიობი როა მოვიდა დურგლობას ხელი და ბადალი არ მყავს. ყველა თეატრი მე მithხოვს. ცოტა ვართ ჩემნაირები, თეატრი სადუღარს და ყველაფერს აკეთებ. რაღა ინდრიე თავი თან იქვე ხარ თეატრში. მოდი ერთი წუთი შენ, ეგი ითამაშე რა და თან თამაშობ. ყარაჩოდან. ჩამოდიხარ, მაგრამ ფიქრობ ხოლმე, ახლა ფრიდონია მე დეკორაცია სწორად დააყენა, რომ ყიფშიძეს თავში არ მოხვდეს. არ თამაშობ როლს, იქავარ. ხო. პროჟექტორი ახლა სწორადაა, ნახევრად თამაშობ. ერთი სპექტაკლი ვითამაში, ასე, მარტორქები. ფერმა იყო გადმოსაგიდებელი. წინ. პრემიუმი, პრაგონები გვაქვს დაწყებული. ამოჭრილი მაქვს ზევით, სვაერლავ რო გადმოკვიდო, ეს და ზევითა ვარ, კრიშაში ვარ და პრაგონი მიდის, კაცო. და რეპლიკებს ვიძლები ამოღებული მაქვს, იგი ჩამოვყოფ ასე თავს და ხო, აბარა! და იქ მიდის და ყიფშიძე, ბიჭო, კარსონს დგავ, თუ მარტორქებს, ან ჩამოათრიეთ, ეკაცო. ხვალ სპექტაკლი. შეგენაცვალე. გენაცვალე. ესე იგი, ყოველთვის შენი აქ მობრძანება არის ძალიან კარგი, მაგარი და მე მინდა რომ დღეგრძელობა გისურვო რიგში და იყავი მაგრად. შენ ქართულ თეატრს ჭირდები. ხო, მეუნებ მსახიობი რო არ ვარ, ყველას დაბჯირდი თქვა და. ბოლო სხვა თუ არაფერი თაგვს რა უყოთ. არა, თაგვი აი ეხლა ადამიანს ვითამაშ. ეხლა ადამიანის შემდეგ აუცილებლად მოგიწვეთ. მაშასე ჩემო ძირფასებო ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმარი იყო გია გოგიშვილი, გიალია, ენაცვალე. მოგლებ დიდი მადლობა ჩვენ სტუმარს და მიუახლოვდა დასასრულს ჩვენი გადაცემა. ცოტა არ იყოს მეც, ჩემი პატაც, ჩემი ბიჭებიც, ქსოვრელები. დავიღალე. მართალია ჩემო ნიკოლოზ, მართალია ჩემო ბიჭებო, დავიღალეთ და არა მარტო დღევანდელი გადაცემის ჩაწერისას. ასეთი ყოფილა ჩვენი ხვედრი. ისედაც ზოგადადაც ცოტა დავიღალეთ. აბა. დაგვყავ ამდენმა მუშაობამ, ხუმრობის მოფიქრებამ. ყოველთვის ხო არ ხარ ადამიანი ხუმრობის ხასიათზე, მაგრამ ეს რა ვქნა, ჩვენი პროფესია. ჩვენ თქვენს განწყობაზე ვზრუნავთ და ვალდებულები ვართ სულ ვიხუმროთ. ეს თქვენ ადვილი ხო არ გონიათ? მე მგონი რომ ცოტა წუწუნი გამოგდის, მაგრამ თქვენ თუ არ გითხარით სიმართლე, აბა ვის უნდა უთხრათ? ჩვენო ძვირფასო ტელემაყურებელო. ეს ყველაფერი თქვენთვის კეთდება და აი ახლა ცოტა სიმღერითაც წაგეწუწუნებით.